დღეს 7 ივლისს მართლმადიდებელი ეკლესია იოანე ნათლისმცემლის შობის დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით მამოეჟა სონღულაშვილმა სოფელ გურჯაანის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში წირვა აღავლინა. წმინდანის ღვაწლის შესახებ იქადაგა და მრევლი დალოცა. სახარების თანახმად იოანე ნათლისმცემელი იესო ქრისტეს უახლოესი წინამორბედი იყო, რომელმაც მესიის მოსვლა იწინასწარმეტყველა. წმინდა ნათლისმცემლის მშობლები მღვდელმთავარი ზაქარია და ელისაბედი იყვნენ. იოანე მათ სიბერის სასაკში შეეძინათ. იერუსალიმის ტაძარში ღვთისმსახურების აღსრულებისას წმინდა ანგელოზმა მღვდელმთავარ ზაქარიას ამცნო, რომ მას ვაჟი შეეძინებოდა და უწოდებდა იოანეს. მან მონათლა მრავალი ებრაელი, აგრეთვე იესო ქრისტე მდინარე იორდანეში. 7 ივლისის გარდა იოანე ნათლისმცემლის ხსენების დღე წელიწადში კიდევ ორჯერ აღინიშნება. 19 იანვარს ნათლისღებას, 11 სექტემბერი კი წმინდანის თავისკვეთის დღეა. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს, დღეს არის შობა დღევანდელ დღეს არის შობისმცემელი იოანესი, ეს არის დიდი, ესე ვთქვათ, მოვლენა, დიდი წყალობა კაცობრიობისთვის და იოანე ნათლისმცემელი არის სწორედ ის წინამორბედი, რომელიც შემდეგი სიტყვებით ამზადებდა უფალთან შესახვედრად საზოგადოებას, შეინანეთ რამე თუ მოახლოებულარს სასუფეველი ცათა. დღესაც იქადაგება ეკლესიაში, დღესაც ქადაგებს იოანე ნათლისმცემელი კაცობრიო 21 საუკუნის ადამიანისთვის, რომ შეინანეთ რამე თუ მოახლოებულარს სასუფეველი ცათა. ამ ტაძრის დღესასწაული არის ძალიან მნიშვნელოვანი, მე ყველას ულოცავ, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულად ყველა იოანეს და მე მინდა ამ ტაძრის მრევლს მიულოცო დღევანდელი დღე, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ტაძრის დღესასწაული და ძალიან დიდი მადლი და წყალობა და სიხარულია ჩვენ სამრევლოში. მადლობას ვწირავთ უფალს, მადლობას ვწირავ ამ ტაძრის აღმშენებელს, აღმდგენელს, მადლობას ვწირავ მამა მიქაელს, რომელმაც გაამშვენა, გაალამაზა მისი ლოცვა კურთხევით, მე ვფიქრობ იმას ლოცვა კურთხევით რა თქმა უნდა და ღმერთმა დაალოცოს და აკურთხოს სრულიად საქართველო. ამინ. გილოცავთ იოანე ნათლისმცემლის ხსენების დღეს, ჩემთვის გამორჩეულად საყვარელი წმინდანია. იგი ქრისტეს წინამორბედი იყო და ამხელდა საზოგადოების მანკიერებას და სინანულისკენ მოუწოდებდა ყველას. ყველას მისი მეუხება არ მოკლებოდეს. განსაკუთრებულად მიყვარს ეს ტაძარი. ღვთისშეწევნით ხშირად მოვდივარ აქ ვეზიარებით. მადლობა უფალს, მადლობა იოანე ნათლისმცემლის შემწეობისა და მეუხებისათვის. ეს დღე განსაკუთრებულად ძვირფასია ჩემთვის, იმიტომ რომ ჩემი ქალიშვილის დაბადების დღეა. მეც ყავს სახში იოანე და განსაკუთრებით სასვევთ იოანე ნათლისმცემელზე. მისი მეუხება არ მოაკლეს საქართველოს. მადლობა და დიდება უფალს ყველაფრისათვის.